დილამშვიდობისა მოგესალმებით, მაია გამარჯობა. დილამშვიდობის. მზეს დაენახვე ცოტა. კი ხარ მზეთ უნახავი, მაგრამ დღეს იძულებული ხარ რომ მზეზე იყო. და ჩვენი ვერცხლები და მელხიორები ჟღვინავს მზეზე. რას გვიპირებ დღეს? რაღაცა საინტერესო მოგვიყვებით ცოტა ამბავს, კი. მოგვიყევით ცოტა ამბავი. ესე იგი რომ ჩავხედე და გადავხედე ყველაფერს აღმოჩნდა რომ ფრანგების დამსახურებაა მელხიორი და ორი ფრანგი მეცნიერის სახელით არის შეერთებული თვითონ ეს სახელი მელხიორი. აქედან შედგება, დიახ, და გერმანიამ დაიწყო მიუხედავად ამისა პირველი წარმოება ამის მასშტაბური დაიწყო თურმე გერმანიამ და ზუსტად გერმანული პირველი დანაჩანგალი და ნაწარმი შემოდიოდა პეტერბურგის მაღაზიებში. ცოტა მოგვიანებით უკვე იწყებენ მე-19 საუკუნის შუა რიცხვებში. ეს არის კალჩუგინები, ჩემი საყვარელი მეწარმეები, არტელები, ასე ვთქვათ, და უამრავი მაგის გარდა ფაბერჟენ და ეს ხლებნიკოვები, ყველა მოკლედ ვინც ამ საქმეშია ჩართული, იწყებს ამაზე მუშაობას. მელხიორის ჭურჭელს თუ დანაჩანგალს? ჭურჭელს, ყველაფერს. და რასაც ახლა ჩვენ პერიოდს, რასაც ვუყურებთ, ეს არის ყველა კალჩუგინების დამღებით. ეხლაც ჩვენს საბჭოთა და ჩვენი ბავშვობის დროინდელ ნივთებს, აქ ევროპაც არის არეული და საბჭოთა პერიოდიც, აი ეს მოდელები მაგალითად. ყველაზე აწერია კალჩუგინი და MNC რას ნიშნავს ახლა? სპილენძი, თუთია და ნიკელის ნაერთს ნიშნავს და ზუსტად ეს მანიშნებელია თითოეულ მოდელზე, რასაც კი მოკიდებთ ხელს. ინგლისმა დაიწყო ცოტა გვიან წარმოება და ნახე, ინგლისური იყო აუცილებლად სპილენძი და მერე იყო თუთიან ვერცხლი და ამას აკეთებდა და ამიტომ აჯობა ამ წარმოებამ. ფაქტია რომ აჯობენ რომ არ არის ოჯახი რომ არ იყოს ეს მაია. ჯერ ერთი ვერცხლს გავს, ძალიან კარგია მოხმარებაში, არ კარგავს სახეს, პრიალდება გადასარევად და მისაწვდომია ამასთანავე. ამიტომაც ძალიან დიდი პოპულარობა გამოიწვია მელხიორის ნივთებმა და ჩვენ დღემდე ამითი სარგებლობ და მე მგონი ამაზე უკეთესი და ამის შემცვლელი. სხვათა შორის ეხლა რესტორნებმაც დაიწყეს ამის შეძენა, კაფეებმა და რესტორნებმა გამოყენება. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან პრაქტიკულია. არ შეიძლება რომ ყურადღება არ გავამახვილოთ ჩვენი ბავშვობის ასევე მარტივ უჟანგავი, ესე ქვია მაგას უჟანგავი. რუსულად ქვია ნერჟავეიკა. მე ძალიან მიყვარს ეს მოდელები. იცი რა, ძალიან პრაქტიკულია. ჩვენ კაფეში ვიყენებთ და არაჩვეულებრივად პრაქტიკულია. ჯერ თემატიკა იმდენი ზეთ ამას რომ მიყვეთ, აი ისეთი რაღაცები აწერია და ახატია რომ ნიმუშებია ხელოვნების. გრავირებაც როგორი აქვს ზოგიერთ პირს, ნახე? სასწაული. ირმებით, რა ვიცი რა არის ეს, რაღაცა კურორტებია ალბათ გამოხატული, როგორც ხვდები, იყენებდნენ სარეკლამოდ. ან კურორტის გასარეკლამებლად, ან რომელიმე ქალაქის ისტორიას გიყვება თვითონ ის თითოეული დამღა წარწერა ნახატი, მე მიყვები ზუსტად და იმიდგებულობ იმ ისტორიას და რა ვიცი, მე მგონი ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა და ფრანგების ამბავია. რა არის ეს, არ ვიცი, აი დესერტის ნაკრები ალბათ რაღაცა მურაბის ამოსაღები, კენკრის, არ ვიცი, ნამცხვრის, არ ვიცი. რავი, ნამცხვარს ამათ როგორ აიღე? ხო, უბრალოდ სილამაზე. მე თუ მკითხა უფრო დეკორატიული ნივთებია ვიჯრე. ეს ახლა არ-დეკოს ტიპია, ნახე, ტარებითაც მიხვდებით. საინტერესო ნიმუშია ესეც. მაგრამ ვერ ხვდები რისი უნდა იყოს. საქართველოშიც იყო საიუველირო, ცოტა მოგვიანებით საიუველირო ქარხანა. მართლა? და ჩვენი ვერცხლის კოუზები ბირჟაზე, ოქროს ბირჟაზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნიმუშები და ქართული თემატიკით არის აუცილებლად ვაზიაზეთ გამოსახული და ემალებით არის გაწყობილი. კი, მაგრამ როგორც წავიკითხე თუ გავიგე, მაინც მოდიოდა ამიდან კალჩუგინების ქარხნიდან იღებდნენ ამას ნიმუშებს არა. იცი კიდე რა მაინტერესებს? დათვები რომ იყო და ციყვები, რაღაცა ძვირფასი ჩაის კოვზები იყო, რაღაცა კოლექცია, რა იყო ისა? რაღაცა ბევრ ოჯახში მინახავს. ემალებით გაწყობილი. ხო. იცი რა, მაქვს მაგის ნიმუშები, მაგრამ მოდი მაგაზე შემდეგ გავაკეთებ. კარგი, ცალკე გავაკეთოთ. ჩაის საწურები, კალჩუგინის ჩაის ჭიქები, პაცტაკანიკები, ასე ვთქვათ. ამაზე საერთოდ გადაცემა კი არა, მეგონი კინოშელება გააკეთო. აი ესეც ნახე, ესეც კალჩუგინების არის. ამაზეც არის. აი ეს ტეკა ნიშნავს მაგათ დამღას. დამღას. კი. ეს წარმოებლები ჩვეულებრივი ხალხი როგორც ჩანს არ იყო, იმიტომ რომ მე ესე ვთვლი რომ ესენი არ იყვნენ ჩვეულებრივი თანამედროვე ტიპის ადამიანი, ესე ვფიქრობ, მე რომ ვერაზოს ვერ მიაღწევს ამ ხელა.
წარმატებას, გემოვნებას, არ ვიცი, არ მგონია. ძალიან კარგადაა გაკეთებული. ძალიან კარგად არის გაკეთებული. კი რა, გენიოსები იყვნენ მე ვთვლი. თუ კი ამ ამბავში ცოტა ჩაუღრმავდები და ჩახედავ იმდენ რამეს აღმოაჩენ, რომ არ თავდება თან. ამოდის და ამოდის ინფორმაცია, ამოდის და ამოდის. ყველა წელს ახალი მოდელი, ყველა წელს ახალი სერია, ყველა წელს ახალი დიზაინი. ამაზე ხომ დიდი, ბევრი ჯგუფურად ადამიანები მუშაობდნენ და ქმნიდნენ მთელ მიმართულებას. ეს რა კოვზებია? ეს ჩაისკოვზებია ჩვენი ბავშვობის. აი თუ არის მაგალითად უფრო ძველი, აუცილებლად ვერცხლის დამღებს ექნება 84 სინჯი, ეს კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ესეც იყოს, ნახეთ, 84 სინჯი ნიშნავს რევოლუციამდელ სინჯს და მერე უკვე საბჭოთა პერიოდში ჩვენი პერიოდი გაიოლდა უფრო და გემოვნებაც გაიოლდა და ხარისხიც. ანუ არტელები უფრო მაგრად მუშაობდნენ, ვიდრე მასიური წარმოება საერთოდ აფუჭებს ხარისხს, ეს ვიცით. გასაკვირველი არტელი რა იყო? ესე იგი შეკრებილი ადამიანი. ნახე, რამოდენ მცირე ჯგუფი. აი, რო ვთქვათ ესე ჩვენებად კოოპერატივები. მაგრამ ეს იყო გენიო. მე ვთვლი, რომ არტელების შემდეგ ეგეთი ნივთები არ გაკეთებულა და არ გაკეთდება. რამოდენიმე ოსტატი იკრიბებოდა თავის პატარა საწარმოოს აკეთებდნენ, ყველა იყო დანომრილი და გვარები ეწერა, აუცილებლად პირველი გვარი, სახელი, ნიმუში უნდა ეწეროს. ამით ვგებულობ ჩვენ ამას ვინ გააკეთა ეს და სად გაკეთდა. იცი რა, ეს კოვზი უბრალოდ კოვზი თუ იქნება და არ მოყვება ამას ინფორმაცია, ისტორია მაშინ კოვზია და აიღებ და გადაყლაპავ. ხო, მაგრამ ისტორია რომ ახლავს. უკვე სხვა ამბავია. აი ეს ევროპული ვერცხლია, მაგრამ ევროპული ვერცხლია. ვერცხლის ტარებით, კი. მოვერცხლილია თუ ეს მე მგონი. ეს ვერცხლია. ეს მელხიორები ღრმა მოვერცხლითო წამიკითხავს. რას ნიშნავს ეს? ვერცხლის ფენალშია გადავლებული, როცა გაკეთდე, ნახეთ, წინა მხარე ამას აუცილებლად აქვს უჟანგავ. აწერიაზეთ, ნახე, ნიერჟევიეკა. და ტარები უკვე სხვა მეტალისგან არის დამზადებული და იქაც მითითებულია MnC ნიშნავს მედ ნიკელი და ცინკი რუსულად. ესე იგი სამი კომპონენტისგან შედგება მეტალი. კომპონენტისგან. დღეს თუ აკეთებთ რამეს ნეტა, მე მგონი ამ ამბებში რომ ჩავიფლობი, ამ ინფორმაციებს რომ ამაში რომ ჩაეფლობი ადამიანი განცდა გიჩნდება რომ დღეს არაფერს აღარ ვაკეთებთ. საინტერესოს, მარტო მომხმარებლები ვართ. ეცი რა თვითონ ფაქტი რომ ეს ნივთები დღემდე გვემსახურებიან, ამაზე უკვე ისედაც საუბრობენ. კი, ნამდვილად ასია. მე ვფიქრობ რომ ეს ამბავი საინტერესოა. მაია, დიდი მადლობა მშვენიერი ინფორმაციისთვის, იმ მშვენიერი სამყაროსთვის, რომელსაც შენ გვიზიარებ. ჩვენი მაყურებელი ალბათ ხვდება ჩვენ ცოტა შეპყრობილი რო ვართ ამ ამბით და მიხარია რომ ცოტა შევძლებთ ხოლმე შემოგახედოთ ჩვენ სამყაროში. ჩვენ ახლა ნინო გველოდება და იქ შევიკრიბებით. დღეს შევეცადოთ რომ განსაკუთრებული არტელების მიერ შემოთავაზებული სერვირება ინვენტარი დავაწყოთ მაგიდაზე სუფრასთან და ისე ვისადილოთ. დროებით გემშვიდობებით, ნინოსთან შევხვდებით. გონია, იმედი მაქვს რომ საჭმელი გვექნება დღეს.